ჩვენ ვესაუბრეთ ექსპერტებს, დიპლომატებს, რომლებმაც კარგად იციან თუ რას ეყრდნობა ევროკავშირის საბჭო, როცა აფასებს თუ როგორ აფასებენ კონკრეტული ქვეყნები, როგორ ასრულებენ ისინი პირობებს და რას დაეყრდნობა მაგალითად ახლა, როცა მას აქვს შესაფასებელი თუ როგორ შეასრულა საქართველოს მეოთხე პირობა, რაც შეეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ ევროკავშირის საბჭო ეყრდნობა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების საბოლოო ანგარიშს, რომელთაც აქვთ მყარი და საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და მათ საბოლოო ანგარიშზე დაყრდნობით მიიღებს საბოლოოდ ის გადაწყვეტილებას. ასევე არსებობს სხვა ინსტრუმენტები, მათ შორის ოფიციალური წარმომადგენლობა ქვეყანაში, ღია წყაროები და შესაბამისად ყველა ამ ინფორმაციის ერთიანობა მათ ნათელ სურათს შეუქმნის თუ როგორ ჩაიარა 26 ოქტომბერმა საქართველოში. თუმცა თუ კი დამატებით მისიაზე თუ ინსტრუმენტზე იქნება საუბარი, ხიდაშელი გვეუბნება, რომ შეუძლია ევროსაბჭოს, შეუძლია EUTOS დამატებითი მისია გამოგზავნოს თბილისში, საკუთარ პოზიციაში კიდევ უფრო მეტად დასარწმუნებლად, თუმცა ამის გარეშეც საკმარისია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულა საქართველოს 9-დან მეოთხე პუნქტი, რაც სამართლიან არჩევნებს გულისხმობს. კავშირისთვის უნიშნულოვანესი სახელმძღვანელოა, EUTOS დასკვნა უნიშნულოვანესი სახელმძღვანელოა, ODIHR-ის დასკვნა უნიშნულოვანესი სახელმძღვანელოა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ისევე როგორც იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების დასკვნები, რომლისთვისაც მას თვითონ ნდობა აქვს გამოცხადებული. ვინმე დამატებით თუ გადაწყვეტს, რომ კიდევ რამე მექანიზმი ამოქმედოს, როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგი ვიყოთ ჩვენ, მაგრამ მე პირადად რომ მკითხოთ, რომ არაფერი დამატებითი დადასტურება და დამტკიცება იმას, რაც საქართველოში მოხდა, აღარ ჭირდება. ზოგადად, რადგან EUTO არის ერთ-ერთი მთავარი სადამკვირვებლო არჩევნების დაკვირვებაზე ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, ხშირად ეს მექანიზმები სწორედ EUTOS ქვეშ იქნებოდა. ასევე არსებობს ევროსაბჭოს გამოცდილება ამ თვალსაზრისით. მათაც შეუძლიათ, რომ დამატებითი რესურსი გამოაყოფინონ ევროსაბჭოს იმისათვის, რომ დამატებით მოიკულიონ ეს მასალები. ევროკავშირის საბჭო რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ პოზიციას, ხო? ანუ ეს იქნება ყოვლის ყოვლისა ევროკავშირის დელეგაციის, ეგ წოდებს საელჩოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები და ყველა ღიად ხელმისაწვდომი წყარო, რომელიც შესაძლებელია რომ მოიძებნოს, ხო? აი ამ წყაროებზე დაყრდნობით ევროკომისია ჯერ გაკეთებს ანგარიშს, ხოლო შემდეგ ევროკავშირის საბჭო იღებს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას, ხო? თავის დასკვნას. მე ვფიქრობ, რომ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც წინ უძღვის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებას, ეს გადაწყვეტილება იქნება კაფიოდ ნეგატიური. ეს იდეა დამატებითი მისიის გამოგზავნის შესახებ გაჩნდა ოპოზიციაში, მას შემდეგ რაც თავად საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ იმის შესახებ, რომ საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო იმის დასადგენა თუ რა მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში და დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს ხვდებოდნენ და ერთ მთავარ მოთხოვნას ახმოვანებდნენ მასთან, რომ ევროკავშირმა გამოაგზავნოს დამატებითი მისია საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოსაძიებლად. ჩვენ არ ვიცით ევროკავშირის პოზიცია რა არის, თუმცა მათი პოზიცია ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებით ცხადია, რომ ისინი საუბრობენ გამოძიების აუცილებლობაზე და საუბრობენ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საკმაოდ მრავლად 26 ოქტომბერს.